Христе აღსდგა. Христе აღსდგა. Христе აღსდგა. აღდგომი სიხარული და მადლის უფელს ეკლესიაში და ჩვენი აღდგომაც მოხდეს დაცემიდან, ცოდვიდან, იმიტომ რომ ცოდვა იწვევს ადამიანში განრღვევას და დღეს ეკლესია განრღვეული შესახებ მოგვითხრობდა. სახარებაში ამოვიკითხეთ, რომ უფალი მიდის ბითეს და ტბასთან, რომელსაც ასევე ეწოდება ცხოვართა საბანელი და იმ ადგილას 5 სტოა იყო და უამრავი ავადმყოფი იყო იქ და უფალი მიდის ერთ ადამიანთან, რომელიც 38 წელი ელოდება კურნებას. ეს რომ კარგად აგიხსნათ, აი როგორ იყო. ცოტა ისტორიული მხარეც რო ვთქვათ, სანამ საფრთხისმეტყველოს ვიტყოდეთ. იერუსალიმი დაცული ქალაქი იყო. ბევრი კარიბჭე ჰქონდა. იაფოს კარიბჭე იყო, დამასკოს კარიბჭე იყო, სიონის კარიბჭე იყო, ოქროს კარიბჭე იყო, საიდანაც ბრძოლა დღეს უფალი შებრძანდა და ცხოვართა კარიბჭეც იყო. რა იყო ეს ცხოვართა? სხვა კარიბჭეებიც იყო, ძველი კარიბჭე და ამ შემდეგ. ისე იგი ცხრები მოყავდათ. რატომ მოყავდათ იერუსალიმში ცხრები? იმიტომ რომ ძველი აღთქმის ეკლესია სისხლიან სხვებს მოითხოვდა. და ეს ცხვარი, რომელსაც წირავდნენ, მიანიშნებდათ ქრისტეზე. ის მოვიდოდა ქრისტე ადამიანთა ხსნისათვის და დაიკლოდა. და ძველი აღთქმა იდგა და ეს წესი უნდა აღესრულებინა, ცხვარი უნდა შეეწირათ და ცხოვართა კარიბჭიდან შემოიყვანდნენ და მიიყვანდნენ ბითეს და ტბასთან. ეს იყო ხელოვნური ტბა ორნაწილიანი, სადაც ცხრებს გამბანდნენ ხოლმე, რომ უფლის წინაშე, უზენაესის წინაშე მიიყვანათ ეს ცხვარი ნორმალურ მდგომარეობაში არა დასრული და წაბილწული. და ორი ნაწილი იყო მეთქი და ერთ ხარეს ერთ აუს ქონდა სტოა გადახურული, მეორეს მეორე მხარეს და ასე შემდეგ 4 იყო. ორი აქეთ და შუაში კიდევ ერთი. ისე ორ ნაწილიან ბითეს და ტბას აქეთ-იქით ჰქონდა თითო მარჯვენა ვარცხის სტოა და ასევე შიდა მხარეს. სულ 5 გამოდიოდა. და აქ აი ამ გადაფარებულ ადგილებში, გადახურულ სტოაში იყვნენ ავადმყოფები, საშინე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები. და რატო იყვნენ აქ მაინც და მაინც? იმიტომ რომ აი სადაც ეს ცხრები იბანებოდნენ, წლითი წლად ღვთის ანგელოზი მოვიდოდა და ამ წყალს შეარყევდა, აღამღვრევდა და სასწაული ხდებოდა ასეთი, ვინც ყველას ჩაასწრებდა, ერთი ადამიანი იკურნებოდა. ესე იგი ნიშნავს, რომ შეზღუდულობა იყო, ერთის გარდა ვერავინ ვერ იკურნებოდა. ესე იგი საჭირო იყო მოსულიყო მხსნელი და გადამრჩენელი. ეს 5 სტოა იყო სახე მოსეს 5 წიგნეულისა და სადაც წერია რჯული ძველი აღთქმისა. და ჩანს, რომ ეს რჯული კი ადამიანს ეხმარება, აჩვენებს თავის მდგომარეობას, მაგრამ სრული არ არის, ვერ კურნავს. ქრისტეა საჭირო, მხსნელი და გადამრჩენელი არის საჭირო. და აი აქ მიდის უფალი, აი სადაც სასწაული ხდებოდა. უფალი არ მიმდიოდა მდიდრების სახლებში, იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან და ძლიერთა ამ ქვეყნისათან. მიდიოდა უპირველეს ყოვლისა გაჭირვებულ ადამიანებთან. დაწუნებულ ადგილებში მიდი, უდაბნოში, გზებზე, სოფლებში, გალილეის სოფლებში კურნავდა. აი აქაც მოდის უფალი და კურნავს. მადლი ელიტური არ არის. ლოკაციაზე არ არის დამოკიდებული დღევანდელი ტერმინები, ვთქვათ, მადლი სად გადმოვიდეს. სხვა მდგომარეობაა საჭირო. უფალი მოვიდა არა მართლებისათვის, არამედ ცოდვილებისათვის. და სადაც ხედავს გაჭირვებას, იქ მიდის უფალი და არა ძლიერთა ამ ქვეყნისათა. იმათ კი არ უახლოვდება უფალი.
გობოლ, ჟიერს, ავანტყოფს, კეთროვანს მათ ეხმარება უფალი. და აქაც მოვიდა ამ ადგილას. და წარმოიდგინეთ, ირგვლივ რა ხდებოდა. შუა ქალაქშია ეს. ზოგი მიდიოდა რაღაცა თავის საშოვარზე, ზოგი რაღაცა მიწიერი საზრუნავებზე, საფიქრალზე, ზოგი სიმდიდრეს ეძებდა, ზოგი თანამდებობას ეძებდა ირგვლივ. აი ამ 5 სტუას ირგვლივ, სადაც აი როგორც ჭურჭელში მოათავსო 1000 უძლურება, აი ესეთი ჭურჭელი იყო. და ამათ ერთადერთი რამ ენატრებოდა, ჯამრთველობა. წლითი წლად ელოდებოდნენ ანგელოს, რომ მოსულიყო და განეკურნა აი ამ წყალს ესე. და ირგვლივ რამდენი ამაოება იყო. მათ კი ერთადერთი რამ უნდოდა ჯამრთველობა. აი ამ წუთის სოფელშიც ესეა. რამდენი ამაო საზრუნავები გვაქვს, რამდენი ფიქრი გვაქვს, რამდენი ზრუნვა გვაქვს, რამდენი რამ გვინდა, მაგრამ საზრუნავი მარტო ერთია. ცხონება უნდადეს ადამიანს და გადარჩენა. ღმერთთან მიახლება უნდადეს. თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს ადამიანი, ოღონდ თავის მიზანს მიაღწიოს. და ოდესმე სოფელი შეიძინო, მაშინ საფლავი დაიმკვიდრო. ამ ადამიანებს თავარი იყო ჯანმრთელობა. აი ახლა რომ სავანტყოფოები ავიღოთ. აი სულ რამდენიმე ხნის ვიყავი პალიატიურში და განყოფილებაში და აი ჩვენაირი ადამიანები დადიოდნენ, უხაროდათ, მიზნები ჰქონდათ, ლოგინზე არიან გართხმულნი. უძლურება აქვთ. ან შეგუებულები არიან, რომ მოვა მათი ამ წუთის სოფლისეული დასასრული, ან ცდილობენ, რომ როგორმე განიკურნონ, როგორმე გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. და იქ რომ მიდიხარ, ყველაფერი ხუნდება და უფერურდება. არაფერს ფასი აღარ აქვს. აი რაღაცა გახუნებული რომ ნახო და არაფრად მე გადააგდებ. აი ეს წუთის სოფლისეული საზრუნავები, როცა მიდიხარ ციხეში, საპყრობილეში, როცა მიდიხარ სავანტყოფოში, ხვდები რომ არ აღირს ამ ყველაფრისთვის ყველაფრის შეწირვა. რაღაცა დიდიც არსებობს და მნიშვნელოვანიც არსებობს. განსაკუთრებული ღმერთია მთავარი საძებარი, სიცოცხლის წყაროა მთავარი. და ამ გზაზე თუ რამე გადაგეღობა ესე, ნაგავივით უნდა მოიცილო. თუ უფალთან მისვლაში რომელიმე ცოდვა და ვნება ხელს გიშლის უნდა გადაყარო. 38 წელი იწვაო, რას ნიშნავს ეს 38 წელი? იცით რომ ებრაელები ეგვიპტიდან 40 წელი მოდიან სანამ აღთქმულ ქვეყანაში შედიან. 38 წლის მანძილზე იხოცებიან უდაბნოში ისინი, ვინც მონობაში დაიბადნენ. 38 წელი დასჭირდა, რომ ეს მონობა დასრულებულიყო მათ სულიერ და ახალი თაობა მოსულიყო და მერე 38-ის მერე შესრულდა 40 და შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. ასეთი გამოთქმა არსებობს, ნუ დარჩები 38-ში, არამედ შედი 40-ში. ანუ ნუ დარჩები აი ამ მკვდარ, ცოდვილ მდგომარეობაში. მოემზადე რომ შეხვიდე აღთქმულ ქვეყანაში. შენ გაწყობს, არ გაწყობს, გახსოვს, არ გახსოვს. შენთვის უნდა დამთავრდეს ეს ცხოვრება, როცა იქნება. ან დღეს, ან ხვალ, ან 100 წლის მერე, მაგრამ მაინც დამთავრდება. ნუ დარჩები აი ამ ცოდვილ მდგომარეობაში. და 5 კიდევ რას ნიშნავს 5 სტოა? 5 გრძნობის ორგანო. იცით რა არის ეს გრძნობის ორგანოები და ამ გრძნობის ორგანოებით ადამიანი შედის ურთიერთობაში ცოდვასთან, ან თავისი თვალით, ან თავისი სმენით, ან ყნოსვით, ან გემოთი, ან შეხებით. და აი ამ 5 სტოვაში ეს იგულისხმება, რომ ამ გრძნობის ორგანოებმა, როგორც ამ 5 სტოა მოაგროვა თავის თავში ამდენი ავანტყოფობა, ამდენი ძიმე მდგომარეობა, აი ეს 5 გრძნობა ჩვენშიც, ჩვენ თავი რომ წარმოვიდგინოთ ჭურჭლად, მოაგროვა ეს 1000 დაცემა და ცოდვები. და დავრდნობილია ეს კაცი 38 წელია წევს, ანუ ეს არის სახე კაცობრიობისა. ანუ ერთი განკურნა იქ უფალმა. ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში განკურნავს თელ კაცობრიობას, ვინც მასთან მივა. და მიდის უფალი აი ამ კაცთან, რომელიც 38 წელია და მასში აი იმედი კიდე ცოცხლობს. და ეკითხება, რომ
გინდაო რომ განიკურნო ცოტა უცნაური კითხვა რა აბა როგორ არ უნდა აბა რისთვის არის აქ აბა რატო ელოდება 38 წელი მაგრამ ამები ამბობენ ესეთ რამეს რომ ადამიანი ხშირად ეგუება თავის მდგომარეობას ცვალებადობა აღარ უნდა ხოლმე აი მიმიღეთ როგორიც ვარ ხო ამბობენ ასე ადამიანები ანუ მას არ უნდა რაღაცა შეცვალოს რაღაცა შეიცვალოს მის ცხოვრებაში ცვალებადობა არ სჭირდება როგორიც ვარ ისეთი მიმიღეთ გეუბნება სხვანაირად არ შემიძლია და აი ხშირად ესე ადამიანი ეგუება თავის ცოდვილ მდგომარეობას და არაფრის შეცვლა უფალი გინდა რომ შეიცვალო გვეკითხება გვინდა რომ შევიცვალოთ და თითქოს უცნაური კითხვაა მაგრამ არ გვინდა რომ შევიცვალოთ ვისაც უნდა რომ შეიცვალო შეიცვალა და რამდენი წმინდანი კალენდარში ამოვიკითხე საეკლესიო კალენდარში და რამდენი წმინდანი ვიცით ასობით და ათასობით მათ უნდათ შეცვლა და შეიცვალნენ როგორ უფალის შემწეობით ჩვენ არ გვინდა შეცვლა თორე აი როგორც ღორი ისევ თავის ტალახს უბრუნდება აღარ დაუბრუნდებოდით იმ ჩვენ ცოდვებს სხვის განკითხვასა და ათას ნებებს ტყუილსა და ამოუმეტყველებას ნაყროვანებას პატივმოყვარებას და ვერცხლის მოყვარებას და სიბილწეებს და ათას გინებას და წევლას და ზურგს უკან ლაპარაკს და რაც აქვს ადამიანს არ გვინდა თითქოს უცნაურია 38 წელი კაცი დაავდომილია ვერ იკურნება ვერ მოახერხა განკურნება და ჩვენ რამდენი წლისები ვარ და განკურნებულები ვართ მოვედით ტაძარში ვითომ გადარჩენა მხსნელთან მოვედით მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ვინ ებრძვის თავგანწირულად თავის ხუთ გრძნობას რომ ცოდვებს არ დაუკავშირა არავინ უფალო ყვაპატია და შეგვიწყალო ვინ მომწყემსა თავისი ენა არავინ ტაძარშიც კი ვერ გავაჩუმე ვითომ ლოცვისთვის მოსული ხან ვის ელაპარაკებ ხან ვის ამბავი აინტერესებთ ხან ვის ამბავი აინტერესებთ არ უნდათ განკურნება უფალი მას რო ეუბნება ჩვენ გვეუბნება გინდა რომ განიკურნო დამკაცმა უთხრა რომ მინდაო უფალმა უთხრა აღზდექიო ესე იგი ჩვენც გვეუბნება შეიძლება ფიზიკურად ფეხზე დგეხარ მაგრამ სულიერად დაცემული ხარ ტაძარშიც კი ვერ ახერხებ რომ რაღაცა წმინდაზე იფიქრო რაღაცა უფალს შეხვდე უფალო შემიწყალეს რომ იგალობეს გალობელი შენს თქვა დლის სიტყვასა და კვერექს მოусმინო მე დავითნემ რა წაიკითხა იმას მოусმინო დღეს რო კითხო რა წაიკითხე 60 კულოშიო ერთიც ვერ გეტყვის რა წაიკითხე 60 კულოში და არ მოусმინეს რა ეწერა 60 კულოში ესე იგი აღზდექის რო ამბობს უფალი ესე იგი მენ უნდა აღზდგეთ ჭირდება ეს დაცემული გვაქვს სულიერ და გვეუბნება აღზდეთ და აღიღეო შენიო სარეცელიო შენი ცხედარიო ეს ისინი რომ წარსულში არ უნდა დარჩე თუ აქამდე იყავი აი ამ ძიმე მდგომარეობაში აღზდეგი ნუ გააგრძელებ ესე შენი წარსული აიღე და ვიდოდეო მერე უთხრა რას ნიშნავს ეს ვიდოდე მერთან ერთად უნდა იარო ღმერთით უნდა იცხოვრო აი ამაში არის საქმე ესე ნუ გააგრძელე და ნუ მე იქ მოვლენები ხდება კიდევ და ამაზე ბევრჯერ გვითქვამს მაგრამ ბოლო სიტყვა ამ კაცთან უფლისა ეს არის რომ ნუღარას ცოდაო რომ უარესი არ დაგემართოს ანუ შენმა ცოდვებმა და საერთოდ კაცობრიებმა ცოდვებმა მიიყვანა ადამიანიდან მოყოლებული ამ გარღვევას გაღრწნას და ეუბნება რომ ნუღაცოდაო რომ უარესი არ დაგემართოს აი ჩვენ მოგვიტევა უფალმა ხსარების დროს სინანული საიდუმლოში თავისი ზიარებით გაგვწმინდა და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები და ჩვენ გვეუბნება უფალი რომ ნუღარ ცოდავთ რომ უარესი არ დაგემართო და რამდენჯერ ჩვენ ისევ ვცოდეთ და შეგვიწყალოს უფალმა შეგვინდოს უფალმა ძალებს ვერ პოულობდა ეს კაცი რომ განკურნებულიყო და უფალი მივიდა შეიძლება ავანტყოფობა გაგრძელდეს შეიძლება არავინ არ აკყავდეს როგორც ამას მაგრამ ასეთ ადამიანთან მივა უფალი ამასთანაც მივიდა უფალი გაჭირვებულთან მივიდა აი ესეთი გაჭირვებულია ყველა ადამიანი მაგრამ თუ სურვილი აქვს რომ განიკურნოს
აუცილებლად მოვა უფალი, აუცილებლად აგაყენებს ფეხზე. ამას ადგომა არ შეეძლო, არ ჩვენ არ შეგვიძლია. ვერც ერთ ცოდვას ვერ ეტყვის ადამიან უარს, თუ უფალი არ დაეხმარა. ადამიანურ რესურსით შეიძლება რაღაცისგან თავი შეიკავო დროში, მაგრამ განკურნება ვნებებისგან მხოლოდ უფალს შეუძლია. არის ისეთი ავადმყოფობა, რომელიც ექიმის გარეშე ვერაფერს ვერ იცნობს. აი ეს ექიმი, ეს მკურნალი, ეს ხსნელი, ეს გადამრჩენელი არის უფალი ღმერთი ჩვენიდან. მან აღადგინოს ჩვენი დაცემული სულიერი მდგომარეობა, მან განკურნოს ჩვენი ბიოლოგიური, ფიზიკური მდგომარეობა, მან შეგვიწყალოს. ძველად არ მიდიოდნენ პირველად ექიმთან. იცოდნენ, რომ ავადმყოფობა მათ დაემართათ იმის გამო, რომ რაღაცა ცოდვას ჩავარდნენ და ჯერ მღვდელთან მიდიოდნენ, ჯერ მოინანიებდნენ, ანუ მღვდელთან რომ მიდიხარ, იქ უხილავად უფალი დგას. უფლისას ამბობს, თავისი არ უნდა თქვას მღვდელმა, ქრისტესი უნდა გითხრას. ეზიარებოდნენ აღსარებას იტყვენ, მერე იწყებდნენ კურნებას. აი ესე უნდა გააკეთოს ადამიანმა. უფალი მივიდა მასთან და უფალი მოვიდეს თქვენთან. თავისი მადლით მოვიდა ფიზიკურათა და თავისი მადლით მოვიდეს და შეგვეხოს ჩვენა სრულიად საქართველოს სამყაროს, განკურნოს და გვახსოვდეს, რომ აი რამდენი ამოუსურვილები იყო ამ 5 სტუას ირგვლივ და ამ 5 სტუაში მხოლოდ ერთი ნატრა იყო ჯანმრთელობა და დღეს ერთადერთი ნატრა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, ღმერთ შეხვდეს, გადარჩეს, ცხონდეს, მარადიულად გაიხაროს უფალში. ეს დანარჩენი განა არ არის საჭირო, მაგრამ ამ დანარჩენმა ეს არ უნდა დაგავიწყოს. უფალი არ უნდა დაგავიწყოს. ამ სამყაროს შემქმნელი არ უნდა დაგავიწყოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, წყალობით აგავსოთ. შეგეწიოთ ღვთისმადლი თქვენა და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ მოგვიახლოვდა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. ამ დღესასწაულს მთელი საქრისტიანო აღნიშნავთ. ჩვენ იცით, რომ დღე არ არის ქალაქებში და სოფლებში და აბებში, რომ არ აღნიშნავდნენ გიორგობა, ზოგან 2-ჯერ, 3-ჯერაც ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში. ეს წმინდანი, ღვთის დიდი სათნომყოფელი, ძალიან უყვარს ქართველებს. სოფლიოში სად არ ყოფილვარ და ყველგან უყვართ და განსაკუთრებულადაც კი, მაგრამ ეს ყველა მაღიარა, რომ ისე როგორც საქართველოს შეიყვარა წმინდა გიორგი, არავის არც ერთ-ერთ ესე არ შეუყვარებია. და ჩვენ სიყვარულს ვავლენთ მისადმი და წმინდა გიორგი დიდ წყალობას ავლენს. ის არის მცველი ერისა ჩვენის. და უამრავი შემთხვევა ჩვენ ისტორიაში, როცა მან მოგვაპოვებინა ძლევა ისაკვირვე, როცა ის შეეწია ჩვენ ერს. ოთხშაბათს იქნება საზეიმო წირვა და რუმინეთიდან გვეყოლება ჩვენ სტუმრები. ეს ორი ერი, ქრისტიანი ერი, ერთად განვადიდებთ მკვდრეთით აღდგომილ ქრისტე ღმერთსა და მის დიდ სათნომყოფელს, დიდ წმინდას, წმინდა გიორგის. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! მრავალ აღდგომას დაესწარი თქვენა და საქართველო. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილი და სიკვდილისა, დამდგომელი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილი და სიკვდილისა, დამდგომელი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილი და სიკვდილისა, დამდგომელი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი. აღდგომა